ახლა ჩვენ მოვისმენთ იმ სახარების განმარტებას და შინაარსს, რომელიც კვირას თვისახურებაზე წაიკითხება. სასაუბროდ კი შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთაელსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე დილომშვიდობისა. მამაშვიდობთ, სარგებლოთ ჩემთხოვი და გელოცავთ დაბადების დღეს და ორმაგი მადლობა რომ ამ დღეს სწორედ ჩვენთან ბრძანდებით სტუმრად. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარ. მამა გიორგი, თავდაპირველად თუ უთხრათ სვენელს, რომელი სახარება, რომელი მახარებიდან საკითხავი წაიკითხება, შინაარსი გავაუწყოთ, შემდგომ უკვე მოვისმინოთ განმარტება. დიახ, მიმდინარე კვირაში, უბრალოდ დამდე კვირიაკეს წაიკითხება ლუკას სახარების მერვე თავიდან შესაბამისი ამონარიდი. მოგეხსენება თქვენ ეს სახარება როგორც ყოველი ამონარიდი თუ ყოველი მუხლიც კი მნიშვნელოვანია წმინდა სახარებაში და შესაბამისად ასევე მნიშვნელოვანია ის სახარება რაც დამდე კვირიაკეს წაიკითხება. ეს გახლავთ იგავი თესველი შესახებ. ეს იგავი ძალიან ცნობილი იგავია, ჩვენს ტელემაყურებელს კარგად მოიხსენება. მას გადმოსცემს სამი მახარებელი, მათე, მარკოზი და ლუკა მახარებლები, თუმცა დამდე კვირიაკეს წაიკითხება ლუკა მახარებლის, თქვათ, თხრობა, შესაბამისი თხრობა. უნდა ითქვას ის, რომ თითქმის იდენტურია მახარებელთა თხრობები, ჩვენ რა თქმა უნდა ლუკას სახარებას მივყვებით, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, სწორედ ლუკას სახარება წაიკითხება დამდე კვირიაკეს. მოკლედ, ჯერ შინაარსი თქვათ ამ იგავისა, ჯერ თქვათ ის, რომ რა არის იგავი? იგავი ეს გახლავთ ძალიან კარგად მოიხსენება ჩვენს ტელემაყურებელს, ალეგორიული ნათქვამი, რომელიც გარკვეულ სიბრძნეს დაიტევს. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ საუბრობთ სახარებისეულ იგავთმეტყველებაზე, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ ამ იგავების ავტორი და წარმოთქმელი თავად განკაცებული ღმერთია. თუმცა ეს იგავების შემდგომ უკვე დაყოფილია გარკვეული კვალიფიკაციათა მიხედვით, მაგალითად არსებობს იგავები სასופევლის შესახებ, იგავები კერძო და საზოგადო სამჯარო შესახებ და ასე შემდეგ. თუმცა ეს დაყოფა პირობითია, ვინაიდან ერთი იგავი მეორე იგავის გარკვეულ შინაარსს დაიტევდეს შეიძლება ან პირიქით მეორე პირველს. ეს იგავი რითი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგავთა უმეტესობას, რომელსაც მასხოვარი წარმოსქვამს სახარებაში, შემდგომ ჩვენ მათი განმარტებები უკვე გვაქვს წმინდა ეგზეგეტთაგან, ხო, განსაკუთრებით წმინდა იოანე უქროპირისაგან, ასევე ბასილისგან და ასე შემდეგ. ხოლო ეს იგავი არის იგავი, რომელიც თავად მაცხოვარმა განმარტა, მას შემდეგ რაც მოციქულებმა სთხოვეს მას, რომ მე თქვა თუ რას თიშდავდა ეს. ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან ნიშანდობლივი და განსაკუთრებული იგავი გახლავთ ჩვენს მიერ ნახსენები ეს იგავი. რა არის ეს? მაცხოვარი ბრძანებს, ასეთი შინაარსი აქვს ამ იგავს. გამოვიდა მთესვარი თესვად და მან დაიწყო თესვა თესლისა და შემდგომ მაცხოვარი წარმოადგენს 4 ტიპის ნიადაგს, სადაც ეს თესლის მარცვალი დავარდა. პირველი დავარდა გზასაზე და როგორც წერია ლუკას სახარებაში, მაგრამ ცისფრინველებმა ის აკენკეს და რა თქმა უნდა ვერ ნაყოფიერი იქნა ეს თესლი. შემდგომ მეორე რაც ვთქვათ თესლის გარკვეული ნაწილი დავარდა კლდესაზე და ამოვიდა მართალია, მაგრამ გახმა, ვინაიდან არ ქონდა მას შესაბამისი ძირი, უბრალოდ კლდეს არ ქონდა ისთვის, რომ ძირი გაზრდოდა და ამიტომ ვიდრე ნაყოფს გამოიხსნა ის გახმა. შემდგომ სხვა ნაწილი თესლისა დავარდა ეკალთა შორის და აღმოსცენდა ეკალი და მოაშთო ეს ამოსული თქვათ მცენარე და ბოლოს ძალიან მაცხოვარი ზოგიერთი დავარდა ქვეყანასა კეთილსა. ქვეყანა ძველ ქართულად მოგეხსენებათ მიწას ნიშნავს, ანუ აქ იგულისხმება კეთილნაყოფიერ ნიადაგზე დავარდა და უკაცრავად და აღმოსცენდა და გამოიღო ნაყოფი. ლუკასთან არის 100 წილი, მათესთან და მარკოსთან დაყოფილია 30, 60, 100 წილი, ამასაც შესაბამისი განმარტება აქვს. აი ეს გახლავთ ამ იგავის შინაარსი. ამის შემდგომ როგორც სახარებაშია ნათქვამი, მაცხოვარი ბრძანებს, რომ რომელთა ასხენ ყურნის მენად ისმინენ, ეს სიტყვები აღებულია ესაიას წინასწარმეტყველებიდან, მაცხოვარი ციტირებს ესაიას წინასწარმეტყველებას, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ყველა წინასწარმეტყველება თავად განკაცებული ღმერთის და ერთარსება ღმერთის მიერ არის წარმოთქმული წინასწარმეტყველთა მიერ და
შემდგომ მაცხოვართან მიდიან მოციქულები და ეუბნებიან რომ რას ნიშნავს ეს იგავი და მაცხოვარი მათ შემდგომ ამისა უბრალოდ ჯერ ეკითხებიან რატომ საუბრობს ის იგავებით რადგან მაცხოვარი ამბობს რომ თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა უფლის მოზღრების პირდაპირ სმენისა ხოლო სხვათ ეძლევათ იგავთ მეტყველებით რა თქმა უნდა მაცხოვრის მიერ წარმოთქმული იგავების მნიშვნელობა გახლავთ ის რომ უფრო ადვილად შესამეცნებელი გახდეს კაცთათვის საღვთო მოძღვრება ქრისტიანული მოძღვრება და შემდგომ მაცხოვარს კვლავ მოყავს ის ესაია სიტყვები და ამბობს რომ ასხენ თვალნი მაგრამ ვერ ხედვენ ასხენ ყურნი მაგრამ ვერ ისმენენ თქონდა აქ იგულისხმება ის რომ მართალია განცხადა საღვთო ჭეშმარიტება მაგრამ სამწუხაროდ კაცობრიობის დიდი ნაწილი კვლავ არიდებს თვალს და ყურს ამ ჭეშმარიტების ხილვასა და შემეცნებას და შესაბამისად ისინი სიბნელეში რჩებიან ამის შემდგომ უკვე როგორც უკვე გითხარით მაცხოვარი განმარტავს ამ იგავს და ჩვენ ახლა მივყვებით თავად მაცხოვრის განმარტებასაც და შემდგომ გარკვეულ კომენტირებას დავუყავთ ამებისას რომელებიც უფრო თქვათ სიღრმისეულად თქვათ წარმოუდგენენ განკაცებული ღმერთის სწავლებას პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ თესლში აქ იგულისხმება განკაცებული ღმერთი ხოლო თესლში იგულისხმება როგორც უფალი განმარტავს ღვთის სიტყვა იგავი როგორც უკვე მოგახსენებთ იწყება ასე გამოვიდა მთესვარი თესვად წმინდა ესე იგი გრიგოლ პალამა ამბობს თუ საიდან გამოვიდა ის და იქვე განმარტავს რომ აქ იგულისხმება ღვთის განკაცება რომ განკაცებული თქვენ მოგეხსენებათ რომ საღვთო სწავლების თანახმად განკაცდა ყოვლადწმიდა საემის მეორე პირი მეორე ჰიპოსტასი ზეღმერთი რომელიც როგორც იოანეს სახარებაშია დაწერილი მაცხვარი ბრძანებს მამისაგან გამოვედი და მოვედი სოფლად ანუ ყოვლადწმიდა სამების წიაღის მეორე ჰიპოსტასის განკაცებაზე აქვს ხაზგასმა და ასევე ხაზგასმა იმას განკაცების მიზეზზე რა არის განკაცების მიზეზი საღვთო სწავლების მაცხოვნებელი სწავლების და მოძღვრების გადაცემა კაცობრიობისთვის და ზოგადად ამ კუთხით კაცობრიობის გადარჩენა ადამიანის გადარჩენა იოანე სხვადასხვა აქვე არის მასთან თქვა დაკავშირებით მოძღვრება რომ ეს თესლი ყველასთვის არის ანუ საღვთო სიტყვის საყოველთაობაზეა საუბარი იოანე ოქროპირის და არა მარტო ეროვნულ შემდგომ ბასილიდისაც მოყავს შესაბამის მაგალითი ის ბრძანებს რომ თუკი ადამიანი განერიდება საღვთო სწავლებას ეს საღვთო სწავლების და ამ სწავლების ავტორის ღვთისბრალი არ არის და ადარებს შემდგომ მზეს მაგალითად მზე ყველასთვის ანათებს მაგრამ თუკი ადამიანი განერიდება მზის სინათლესა და სითბოს და შევა თქვათ ჭრილში ეს არ არის მზის ბრალი არამედ არის იმ ადამიანის ბრალი რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რომ მიუხედავად მზის სითბოსა და თქვათ სინათლისა განერიდოს მას და ასე ამბობს ის რომ საღვთო სწავლება ყველასთვის არის მაცხოვნებელი მოძღვრება ყველასთვის არის მაგრამ ადამიანზეა დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა ამას ანუ აქ არის საეკლესიო სწავლება იმასთან დაკავშირებით რომ გამოხსნილია კაცობრივი ბუნება მაგრამ პიროვნების გამოხსნა თავად პიროვნება უნდა აღასრულოს საკუთარი ღვაწლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ცხონება ვერ აღესრულება. და სწორედ ამაზეა ხაზგასმა რომ თესლი ყველგან ითესება განურჩევლად ადამიანებისა თქვენ ისიც რომ ქრისტიანული მოძღვრება, ქრისტიანული ეკლესია არ განარჩევს ადამიანებს არანაირი ნიშნით, არც სქესით, არც მოქალაქეობით, არც ეროვნებით და ასე შემდეგ. ერთადერთი რამეს ითხოვს ჩვენგან წმინდა ეკლესია რომ ადამიანს სურდეს და არა მარტო სურდეს შესაბამის ქმედებებში ასახავდეს ამ სურვილს რათა იღვაწოს მან ღვთის წინაშე და იცხოვროს ქრისტიანულად. სხვადასხვა რატომ განმარტავს თავად მაცხოვარი ამ იგავს გრიგოლ ღვთისმეტყველი ამასთან დაკავშირებით ბრძანებს რომ შესაძლებელი იქნებოდა რომ ვიღაცას განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცა ამ იგავისთვის ამიტომ წმინდა ღვთისმეტყველი მამა ბრძანებს რომ მაცხოვარი ნებულობს რომ თავად განმარტოს ეს იგავი და თავად წარმოუდგინოს ასე მსმენელთ ამის შემდგომ უკვე როგორც უკვე გითხარით თესლი ეს არის როგორც მაცხოვარი ბრძანებს სახარებაში სიტყვა იღბრთის ანუ ღვთის სიტყვა ანუ თესვარი არის განკაცებული ღმერთი ხოლო თესლი არის ღვთის სიტყვა ამის შემდგომ უკვე
იოანე ოქროპირი ძალიან კარგად შენიშნავს, რომ დააკვირდეთ ბრძანებს ის, რომ თესველი გამოდის არა მკისთვის, არამედ თესვისთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თესვისთვის გამოსვლა ნიშნავს განკაცებული ღმერთის პირველ მოსვლას. ხოლო მკა ნიშნავს უკვე მეორე მოსვლას. ხო, მკა მოგეხსენებათ, ეს არის უკვე აღება მოსავლისა, შესაბამისად მკა არა მარტო ამიგავში, სხვაგანაც უკავშირდება მეორედ მოსვლას. ანუ პირველად მაცხოვარმა ადამიანებს მისცა მაცხოვნებელი მოძღვრება და ვერავინ იტყვის იმას, რომ მას არ ქონდა ცხონების და გადარჩენის შესაძლებლობა და საშუალება და მეორე მხრივ რა თქმა უნდა მაცხოვარი მოვა უკვე სამკელად, ანუ მოვა უკვე მეორედ მოსვლისას მაცხოვარი მოვა უკვე დიდებით, არა როგორც თქვა დამდაბლებული, რომელიც ბაგაში იშვა, არამედ დიდებული ღმერთი, რომელიც განსჯის კაცობრიობას ადამიანიდან დაწყებულს ყველა იმათ ჩათვლით, ვინც მაშინ იცოცხლებს, განსჯის თითეულად ყველა საქმეთა მათთაებრ და განუწესებს მათ შესაბამის განაჩენს. აი ეს და ამიტომ იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ სანამ არის თესვის დრო, ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, რომ მათ ესე იგი მათ აღასრულონ საღვთო მოძღვრება საკუთარი ქმედებით. აქ ასევე იგულისხმება კერძოს უკაცრავად, ხო, კერძო სამჯაროს რა იგულისხმება აქ, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი შეიძლება ასეც არის ვერ მოესწრება მეორე მოსვლას, თქვა ვერც მოესწრო, ზოგი გარდაცვლილია, ხო? ზოგი კი არა ძალიან დიდი ნაწილი. ამიტომ აქ ასევე მოიაზრება ადამიანის კერძო სამჯარო. ანუ როცა ადამიანი ღვთის ესე გარდაცვალების შემდგომ ღვთის წინაშე წარსდგება და განიჯება. თუმცა თქვენ მოგეხსენებათ, რომ მეორე მოსვლას ხელახლა მოხდება უკვე საყოველთაო განჯა ყოველი ადამიანისა. ამის შემდგომ უკვე ყველაზე საინტერესო, თუ შეიძლება ასე ითქვას, მნიშვნელოვანი მოძღვრება იწყება. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, რომ 4 ნიადაგი, ანუ სადაც დავარდა ეს თესლი, 4 ნიადაგს დავარდა, როგორც აღნიშნეთ, 4 ნიადაგი განასახიერებს ადამიანთა გულების 4 სახეობას. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ თესლი ყველგან ითესება, ანუ საღვთო სიტყვა ყველას ეძლევა, მაგრამ ადამიანები მას განსხვავებულად იღებენ. ანუ პრობლემა არის ადამიანის მიმღებლობაში და არა თავისთავად ცხადია საღვთო სიტყვაში, საღვთო მოძღვრებაში. პირველი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სადაც მაცხოვრებს ბრძანებს, პირველი ნაწილი თესლისა, უბრალოდ პირველი ნიადაგი, რომელმაც ეს თესლი მიიღო, იყო გზასა ზედა, ამბობს მაცხოვარი და შემდგომ ის ჩიტებმა აკენკეს და შესაბამისად ის ვერ ნაყოფიერ იქნა, უბრალოდ გზა, დიახ, მოდის ეშმაკი, ამბობს მაცხოვარი და მათი გულიდან მოაქვს ეს მოძღვრება. რა, ანუ მაცხოვარი განმარტავს, რომ რას ნიშნავს, რომ ჩიტებმა აკენკეს, ესე იგი, გზაზე დაცვენილი მარცვალი. მაცხოვრის განკაცებული ღმერთის მიხედვით, აქ იგულისხმება ეშმაკი, ანუ ჩიტებში, ფრინველებში იგულისხმებიან ეშმაკნი, რომელნიც ადამიანის გულიდან წაიღებენ ამ საღვთო მოძღვრებას. აი, შემდგომ რა თქმა უნდა, განმარტებლები უფრო შლიან, რა კონკრეტულად რას გულისხმობს აქ მაცხოვარი, აი მოკლედ მოგახსენებთ, აქ იგულისხმება შემდეგი, რაც უკვე ფაქტობრივად ნაწილობრივ თქვით, რომ საღვთო მოძღვრება ყველასთვის განცხადებულია, მაგრამ ადამიანთა დიდი ნაწილი სამწუხაროდ კვლავ არ იღებს ამას და რა თქმა უნდა, ეშმაკის ერთადერთი ბიზანდასახულობა ეს არის, რომ ადამიანს გულიდან წარტაცოს ეს თქვათ ეს მოძღვრება, მაგრამ ყურეთ რა არის ამას ჩვენ აქ რა თქმა უნდა ეშმაკის ბრალეულობა ცალსახაა, მაგრამ ეშმაკის ბრალეულობით ვერ გამართლდება ადამიანის მიერ ღვთის სიტყვის არ მიმღებლობა. ვინაიდან როგორც მოგახსენეთ ეშმაკის ერთ-ერთი ბიზანდასახულობა სწორედ ეს არის, რომ ადამიანს წარგვაროს საღვთო მადლი. ჩვენ მოძღვრებთ ამის საშუალებას. რა თქმა უნდა, აი სწორად ბრძანეთ, აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რომ არა ადამიანის ნებელობა, ეშმაკი თქვენ იცით სახარებაში ღორთაზედაც ვერ მეფობს, არათუ ადამიანზეც. ასე რომ რეალურად ეს ადამიანის ბრალია, როგორც ადამიანსა და ევა შემთხვევაში, ხო, ეშმაკმა შეაცინა, ვთქვათ, მაგრამ იქ ბრალეულობა ადამიანისია, რა თქმა უნდა, ეშმაკის ბრალეულობაც არის ისის და ისაჯა, მაგრამ ეს არათავისუფლებს მას, არათავისუფლებს მას, რა თქმა უნდა, ბრალეულობს. ეს არის პირველი ნიადაგი. ეხლა მეორე კლდესაზე და მაცხოვრებს ბრძანებს ის თესლი, რომელიც კლდეზე დავარდა, აღმოცენდა მართალია, მაგრამ გახმა, რადგან არ ქონდა ნიადაგს შესაბამისი სიღრმე და მაცხოვარი განმარტავს ამას, აქ რა იგულისხმება, ის ბრძანებს, რომ აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომელნიც მოისმენენ საღვთო სიტყვას
სიხარულითაც მიიღებენ მას, მაგრამ და გარკვეული პერიოდის წამთ კიდეც, მაგრამ განსაცდელები ჟამს განდგებიან. აი ეს კატეგორია ადამიანებისა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მრავალრიცხოვანია თუ შეიძლება ასე ითქვას. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვხედავთ ადამიანთა ნაწილს, რომელიც ქრისტიანულ თითქოს ვთქვათ ქრისტიანულად ცხოვრობენ, ვთქვათ ტაძარში დადიან, ამხსარებელნი, მაზიერებელნი არიან, მაგრამ სწორედ განსაცდელი ჟამს წარმოჩდება მათი ეს არის თუ შეიძლება ასე თქვას ინდიკატორი, ანუ მაჩვენებელი ჩვენ როგორი ქრისტიანები ვართ. ვინაიდან კიდევ ერთხელ როცა მშვიდობა, მაშინ და როცა ადამიანი რაღაცნაირად კეთილდღეობით არის ახსავსე, მაშინ შედარებით მარტივია ღვთის განდიდება. აი ვიხსენოთ იობის და ამას მამები საეკლესიო მამები ხშირად ავლებენ ამ პარალელს იობის მაგალითი, ხო? იობს რომელსაც ყველაფერი ჰქონდა და განადიდებდა ღმერთს, მაგრამ როცა საღვთონებით და არის თალსახად ნათქვამი რომ ეშმაკის თხოვს ღმერთს რომ ღმერთო შენ ეს იმიტომ განგადიდებს რომ ყველაფერი აქვს აბა წაართვი ყველა ნახოთ და თუმცა ჩვენ ვიცით რომ იობმა უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც თვითონაც ბოლოს კეთრით დაავა და იქაც კი განადიდა ღმერთი და ძალიან ძნელიც და ცოტა თანამედროვე ჭრილშიც რო ვთქვათ ამ კუთხით რომ ადამიანები ახ მოზრება ერთია და მაგრამ ძალიან ძნელია როცა განსაცდელი მოიწევა ადამიანს განსაკუთრებით აი მძიმე განსაცდელი რაც არის თქვა რაც უკავშირდება რა ვიცი ავადმყოფობას თუ გარდაცვალებას ახალგაზრდა შვილისა თუ თქვა ასე ძალიან ძნელია ამ დროს სწორედ აი ეს გაატარო მაგრამ საქმე რა შეიძლება აქ არის ორი გზა შენ ან მიიღებ ამ განსაცდელს ღვთისგან და იტვირთავ ამ ღვთისგან მოვლენილ თქვათ და ჯვარს რაც ისევ შენი ცხონებისთვის არის. ან მეორე გზა არის გზა უნუგეშობისა, ღვთისმობისა, საზარგვრისა და სამწუხაროდ ძალიან ხშირად თვითმკვლელობისაც კი. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ იფიქრობს რომ რაღაცა ეს ძალიან ძნელია, ძალიან უკიდურესად ძნელია, მაგრამ ამავდროულად აი ღვთის რწმენა სწორედ ეს არის, რომ ღვთის მოწყალება ყველა განსაცდელზე აღმატებულია. ყველა წინააღმდეგობა დაიძლევა საღვთო ძალმოსილებით. აი ეს კატეგორია იგულისხმება, თქვათ, აი ამ მეორე ნიადაგში. ეხლა მესამე ნიადაგი უკვე ეკლებს ედარება, ანუ თესლი, რომელიც ეკლებში ვარდება, ამოდის, მაგრამ ეკლები იზრდებიან და მოაშრობენ მას. რა იგულისხმებია, ანუ უბრალოდ ვინ იგულისხმებიან შესაბამის სწავლებაში. ამასაც ბაცხოვარი ცალსახად ბრძანებს, აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომელთაც მოისმინეს სიტყვა, მიიღეს კიდეც, მაგრამ ამ სოფლიურ საზრუნავთაგან, სიმდიდრეთაგან, გემოთმოყარეობისაგან განერიდებიან და იხრჩობიან შემდგომ ამეკალთა მიერ. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც და ამ რაღაც ამ ნიადაგს თითოეული ჩვენთაგან ჩვენს თავშიც ვხედავთ. ეს ყველა საქმე მეტნაკლებად და აი ეს მესამე ნიადაგი, ანუ მესამე გულები კაცთა ძალიან ესე ძალიან სელია თუ შეიძლება ასე ითქვას. აი რა იგულისხმება ჩვენ ხშირად აი თვით ეკლესიაში მასიარულთაც კი გვაქვს ეს პრობლემა რომ ხშირად როდესაც რაღაცნაირად აი კი იქ ვიმუხტებით თითქოს წირვის დროს საღვთო მადლით აღსარებას ვაბარებთ, მაგრამ შემდგომ რაღაცა გადის ხოლმე პერიოდი, მრევლსაც ეხება ეს. აი თვეები, 2 თვე მეტიც არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში ერთხელ მოდიან მარტო მაგალითად აღდგომის მახვაში, ტაძარში, ამ ხო კი ბატონო, ამ დიდ ჩაბას და ასე. ანუ ეს იგულისხმება, რომ ისინი იმდენად ჩაფლულნი არიან და ხშირად უთქვამთ, რომ აი იმდენად ჩაფლული არიან წუთის სოფლის საზრუნავებში, რომ მათ ავიწყდებათ თავარი. ავიწყდებათ ღმერთი, თუნდაც ის საზრუნავები, რომ ღვთის ხელშია და მას შეუძლია, ღმერთს შეუძლია ამ საზრუნავთა ასე ვთქვათ, და ამ პრობლემათა მოგვარება ეს ხშირად არ გვახსოვს ხოლმე. აი მე გაგახსენებ თქვენ მაცხოვრი როცა მთაზე ქადაგებს და იქ ამბობს წყინვალეთ, როდესაც ბრძანებს რომ შეხედეთ ველის შოშანებს, არც მკიან, არც შოუმბენ, მაგრამ თვით სოლომონის კი არ შემოსულა ისე თავის დიდებაში, როგორც ერთი მათგანი. და თუ კი ველის ყვავილი, რომელიც დღეს აქ არის და ხვალთონეს მიეცემა ღმერთი ესრეთ მოსავს, თქვენ არ შეგმოსავთ, ძიედ მორწმუნეო, შემდგომ მეუბნება შეხედეთ ფრინველთა, არც ამკიან, არც შოუმბენ, მაგრამ ღმერთი ყვებავს მათ. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა არ იშრომოს, თავის ხადია, მაგრამ აქ იგულისხმება ის, რომ ასე ამთავრებს მაცხოვარი, უპირველესად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა
და ესე ყოველში რა იგულისხმება, აი ეს ყოფითი მატერიალობა შეგეძინო თქვენ. ანუ თუ კი ადამიანი პირველ რიგში ღმერთს აყენებს, ღმერთი მას ამ მატერიალურსაც ულაგებს, თანაც აი ისე ულაგებს, რომ საუკეთესო ვარიანტის ვერ მოიფიქრებს ამას. ღვთის ხელში ვართ, ხშირად ადამიანს აი ეს ავიწყდება, სწორედ რომ უპირველესი არის ღმერთიც და აქ კიდევ ერთხელ უპირველესი არის ღმერთი, რა იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეს არ განგვარიდებს ჩვენ საქმეთაგან. 6 დღესა იქმოდა და ქმენ ყოველივე საქმენი შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი და შაბათში ვიც და ხალხმაში კვირა მოიაზრება, არც უფლისაფრთხე შენს. მეორე მხრივ ეს არნიშნავს იმას, რომ ის 6 დღე ღმერთი დავიწყებული ყავდეს და ხოლო მეშვიდე დღეს გვახსოვდეს, ხო? აი გრიგოლ ღვთისმეტყველი წყინვალებს ბრძანებს, რომ დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყვისა შენისა ღმერთი იყავნ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, აი რა არის ქრისტიანობა, ადამიანი ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს იმ საქმეში, თუნდაც რა საქმეც მას ღმერთმა მისცა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს პატიოსნად და ღვთისთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი ამ ყველაფერს უყურებს ღმერთი. ადამიანი როდის სოდავს, როცა მას ავიწყდება რომ ღმერთი ჭრეს. ადამიანს რო ახსოვდეს მუდამ რომ მას ღმერთი უყურებს, ის შიშით არ შესოდავდა. რა, ამიტომ აი ეს ასე ვთქვათ ნიადაგი გულებისა და ანუ ეს ვთქვათ ნაწილი, ანუ კიდევ ერთხელ აქ არ იგულისხმება რაღაც ნაწილი. აი ეს 4-ვე ნიადაგი გარკვეულწილად არის ჩვენს გულში. 4-ვეა თითოეულ ადამიანში. უბრალოდ აი თავარი არის ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ მინდა, იმიტომ ეს პრობლემას მე რასაც ვაწყდები ყველაზე ისეთი ნიშანდობლივი გახლავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი არ გაიტაცოს. სწორედ ეს უნდა იშმაკოს, რომ ადამიანი მთლიანად გაიტაცოს და შთაფლას საზრდამებში, რომ უკან ღმერთისკენ არ მოახედოს. და მეოთხე ნიადაგი, კი ბატონო, რაც ყველაზე მთავარია, რაც არის რითიც ასრულებს ბაწყვარი, ამბობს, რომ ზოგიერთი თესლი დავარდა ნაყოფიერ ნიადაგზე და გამოიღო მან 100 წილი, ნუ სხვა מחარებთან 30. რა იგულისხმება აქ? რა თქმა უნდა, იგულისხმება ის, რომ ადამიანი, რომელიც იღებს საფრთხო სიტყვას, იმარხავს მას და აღასრულებს. აი ეს სამი რამ მიღება, დამარხვა, შენახვა და შემდგომ აღსრულება. მარტო თქმა იმისა, რომ აი იაკობ მოციქულს თავის კათოლიკების სოლოში ბრწყინვალე თავს გადმოცემული, ის ბრძანებს, რომ როგორც ხორცია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე. ის ამბობს, რომ ღმერთი ეშმაკს ასწამს და კრთის მის წინაშე. მაგრამ ჩვენი რწმენა წარმოჩდება ჩვენი საქმეებით. ეს არის საქმე, რომ შენ მან წარმოგაჩინო შენ და მაცხოვარი ბრძანებს, რომ ამ 4-თაგან მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ისინი ცხონდებიან, რომელნიც იღებენ ღვთის სიტყვას და ნებისმიერ ჩვენს მიერ დასახელებულ გარემოებაში, თქვა, გასაცდელია თუ საცთურია თუ თქვა რაღაცა ტიპის რაღაცა ტრაგედია თუ ასე შემდეგ, ყველა შემთხვევაში, როდესაც ისინი ღმერთთან არიან და მათში ღმერთია, ეს ადამიანები გადარჩებიან, როგორ გადარჩებიან არა მარტო მომავალში, ისინი უკვე გადარჩენილები არიან აქაც, ვინაიდან უფალზე დიდი შემწე არ არსებობს. მამა გიორგი და ჩვენი შეხვედრის დასასრულს როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად ნიადაგი, საიმისოთ რომ ეს მობნეული მარცვალი სწორად გაღვივდეს ჩვენში და აღმოცენდეს შესაბამისი ნაყოფი. დიახ, ერთადერთი პასუხია ამასთან დაკავშირებით მხოლოდ საეკლესიო წიაღში. ჩვენ სამწუხაროდ დღეს გვხვდება კაცობრიობის გარკვეული ნაწილი, რომ ადამიანთა უკაცრავად გარკვეული ნაწილი, რომელიც ამბობენ, რომ იცით, აი მე ეკლესიაში არ დავდივარ, მაგრამ ეკლესიური ვარ, და ეკლესიას ღერთი მწამს, კი ბატონო. ეს ჩვენ ვერ მოვატყუებთ ვერავის თავის თვალსაჩინო, ეს არ არის ეკლესიურობა. აი იცით როგორ რაღაცა მე რო თქვა, რომ აი ქირურგი ვარ, მაგრამ ოპერაციას არ ვაკეთებ, ჯარისკაცი ვარ, მაგრამ ყაზარბაში ზუსტად ესე არის, რომ თუ კი შენ ეკლესიური ხარ, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ეკლესიაში უნდა იყო და საბამისად ცხოვრობდე, თქო მარტო ეკლესიაში ყოფნას არ არის საკმარისი. ეკლესიაში უნდა იყო და ცხოვრობდე ეკლესიის კანონების შესაბამისად. და ჩვენ ეკლესია ვართ ყველგან, არა მარტო ტაძარში, აქაც ეკლესია ვართ 2 და 3, ვინც შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის ბრძანის მაცხოვარი. გმადლობთ მამა გიორგი მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ გავაკეთეთ. დიდი მადლობა, გაგახაროთ ღმერთმა, უღრმესი მადლობა. შევახსენოთ მსმენელს ჩვენი სტუმარი სიონის საპატრიარქო ტაძრის გლოსახური თბილისის სასულიერო სემინარის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალო.